მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა შავშეთის ქუჩაზე მცხოვრებლების პროტესტის მიზეზი გახდა. დაზიანებული საავტომობილო გზის გამო, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება უჭირთ. ასფალტის საფარზე წარმოქმნილმა ღრმულებმა ავტოავარიების მატება გამოიწვია. გზის ამავე მონაკვეთზე გახეთქილია წყლის მილი და იტყორება ტერიტორია. ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვის მოქალაქეებს არ უცნობებიათ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ დაზიანებულ მილს ტექნიკური სამსახური დღის ბოლომდე შეაკეთებს. დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთებას საკითხზე ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის ორმული შეკეთება უკვე მიმდინარეობს. ერთი თვეა რომ ეს ასფალტის გზა გასუძეში დეგო, თურქების კომპანია გებდა. წესი ამოს წყლის პრობლემას იგი გაჟდონ ალბათ მან და დაიწყო სკოლა მივიდა კანალიდან კალოდეცა. ახლა შესაკეთებელია. მანქანები ვარდება, ახლა გუშინ იყო შემთხვევა დეჯახენ ერთ-ერთმა სინკარი ვეღარაცი და მანქანას ყველა არის ამ კარნაულს. და დროისათა გასაკეთებელი. უკვე აღმოფხრილია ეს პრობლემა, ჩვენმა ჯგუფმა შეაკეთა აღნიშნული დაზიანება, ეს არის ძველი ქსელი, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას და 2015 წელს გათვალისწინებულია აღნიშნული უბნის რეაბილიტაცია.